მივესალმებით ნინო წერეთელს, შეფასებებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გვერდება პირდაპირ ეთერში და სწორედ მასთან შევაჯამებთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, დატვირთული დღის მიუხედავად რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით და პირიქით მადლობას გიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის. მოკლედ 39,000-ზე მეტი აბიტურიენტი გყავთ წელს ქვეყანას, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის კი 10,000-ზე მეტმა მაგისტრანტმა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. რომ შევადაროთ წლევანდელი და შარშანდელი მონაცემები აბიტურიენტების რაოდენობის თვალსაზრისით და ასევე საინტერესოა ტენდენციები საგნების არჩევის მიხედვით არის თუ არა მნიშვნელოვანი სხვაობები და დღევანდელმა დღემ როგორ ჩაიარა, როგორ შეაფასებდით, იმიტომ რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში უკვე ჩააბარეს ეს გამოცდა. კი ბატონო, პირველი რასაც მინდა ხაზი გაუსვა, მართლაც ვამბობთ, რომ 39,000 აბიტურიენტია და ასევე მაგისტრატობის კანდიდატი, უბრალოდ დავამატებ იმას თქვენის ნებართვით, რომ ასევე გამოცდებში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, ვისაც გრანტის გაუმჯობესება უნდა, შესაბამისად ამ გამოცდას ეწოდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი და ასევე გამოცდებში მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის სურველი პირები, ვინც ბუნებრივია დარეგისტრირდნენ გამოცდებზე და 80,000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება წლევანდელ წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. როგორც მოგეხსენებათ, 12 ქალაქში გახლავთ 24 საგამოცდო ცენტრი გახსნილი და დიახ, დღეს არის ის პირველი დღე, როდესაც იწყება საგამოცდო პროცესი, ძალიან წარმატებით ჩაიარა. ასეთ შეფასებას მივცემდი პირველმა დღემ. თქვენ იცით, რომ ქართული ენა და ლიტერატურა გახლავთ პირველი გამოცდა, ამით იწყება ეროვნული გამოცდები. ხვალაც ქართული ენა და ლიტერატურა იქნება 2 სესიად ასევე და უკვე 8 ივლისიდან გამოცდაში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლების სურვილები და ასე შემდეგ. დღევანდელი დღე შემიძლია ასე შევაფასო, რომ ყველა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, 1 საათი მიმდინარეობს, ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა და რაიმე გადაცდომას ხომ არ ქონია ადგილი, რაღაც დილით საუბარი იყო, რომ იყო დაგვიანების შემთხვევა და თქვენ აფრთხილებდით თუ არ ვწდები აბიტურიენტებს, რომ დროულად გამოცხადებულიყვნენ. გეთახმებით, ვიტყვი, რომ პირველ სესიაზე დარეგისტრირებულთა 93%-ზე მეტი გამოცხადა, მეორე სესიაზე 94%-ზე მეტი, სრულიად საქართველოს მასშტაბით მოგახსენებთ, რაც შეეხება დაგვიანების ფაქტი ნამდვილად ჰქონდა, ერთმა აბიტურიენტმა დაიგვიანა პირველ სესიაზე და ასევე ერთმა დაიგვიანა მეორე სესიაზე. მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი გაფრთხილებისა, უფრო მეცაც გეტყვით, საგამოცდო ბარათი დარწმუნებული ვარ თქვენ ანახი გაქვთ და იცით რომ საგამოცდო ბარათზე გარდა ქალაქისა დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართისა ასევე წერია საგანი გამოცდის თარიღი და საათი. ეს გახლავთ რეგისტრაციის დაწყების საათი. რეგისტრაცია გრძელდება 1 საათის განმავლობაში და აღარ შეიშვებიან ამის შემდგომ უკვე გამოცდაზე გამსვლელები. საქმე იმაშია, რომ ყოველთვის მოუწოდებდით, ახლაც და კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილოთ წინ საკმაოდ ბევრი დღე არის გამოცდების ჩასატარებლად და ყველა გამოსვლას, გამოცდის სურვილს ვთხოვ არ დაიგვიანონ და გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაციის დაწყების მითითებულ საათს, რაც უწერიათ საბარათო საგამოცდო ბარათში. შესაბამისად, პირველ სესიაზე რეგისტრაცია იწყება 8 საათზე, ხოლო მეორე სესია იწყება 2 საათზე, ანუ 14 საათზე. და ჩემი თხოვნა არის არ დაიგვიანონ ზუსტად ამ დროს გამოცხადდნენ, ბევრი რამის
ყოველთვის ეს არის საჭირო, ამაზე არ მოგაცდენთ ახლა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის გარანტია იმის, რომ არავის არ დააგვიანდება გამოცდაზე. იმიტომ რომ დაგვიანებული როგორც ყოველთვის და როგორც წინა წლებში იყო, არ დაიშვება გამოცდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ წელს კარქავს. მოდი ასე ვთქვათ, ერთი წელი კიდევ უნდა დაელოდოს საგამოცდო პროცესი. აი, საგნების არჩევის მიხედვით არის თუ არა რაიმე სხვაობები, აი რა მიმართულებებზე კეთდება უფრო აქცენტი აპლიკანტების მხრიდან, ქალბატონ ნინო? თქვენ იცით რომ აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს საგნები და ამავდროულად აირჩიოს პროგრამებიც. შესაბამისად ამ ეტაპზე გამიჭირდება გითხრათ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ნაადრევია ამ თემაზე ლაპარაკი, რომ რომელ საგამართლებლო პროგრამებს ირჩევენ, მაგრამ თვითონ საგნობრივად თუ გადავხედავთ, თქვენ იცით რომ მათ ქართული და უცხო ენა გახლავთ სავალდებულო საგნები, შემდგომ მოდის სავალდებულო არჩევეთი მათემატიკა, ისტორია, გააჩნია უბრალოდ რომელი მიმართულებით. თუ მარტო საგნებზე ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ აპლიკანტს არჩეული აქვს მხოლოდ და მხოლოდ საგანი, მაინც ისტორია პროცენტულად ცოტა უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ვიდრე მათემატიკას. ამავდროულად შედარება გაგვიჭირდება რატომ სამედიცინო მიმართულებებზე სავალდებულო არჩევითი საგნები გახლავთ ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა. ასე რომ ცოტა რთულია ამ საგნების შედარება და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დეტალურ ინფორმაციას მოგაწვით მას შემდგომ, როცა საბოლოო სურათს დავინახავთ და ეს ალბათ იქნება აგვისტოს შუა რიცხვებამდე, სადღაც 8 აგვისტოს ალბათ ახლა გამიჭირდება ამაზედაც ზუსტი თარიღის თქმა, სადაც უპეს აბიტურიენტები ირჩევენ კონკრეტულ უმაღლესებს და კონკრეტულ საგამართლებლო პროგრამას. კი ბატონო, აი მასწავლებლებზეც რომ ვისაუბროთ, მასწავლებლების გამოცდის ჩასაბამებლად შარშან 19,000-მდე მსურველი დარეგისტრირდა, წელს კი 25,000-მდე გაზრდილია აპლიკანტთა რაოდენობა. აი რა არის მომართვიანობის გაზრდის საფუძველი თქვენი დაკვირვებით და აქვე რომ გვითხრათ, როდის ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში დარეგისტრირებულები? კი ბატონო, პირველი მართლაც კარგი მიგნება გაქვთ და ჩვენც მივაქციეთ ამას ყურადღება და ეს ნამდვილად სასიხარულოა ჩვენთვის და რატომ? თქვენ იცით, რამდენი წელიწადი არის უკვე ტარდება მასწავლებლის გამოცდები პირველ ეტაპზე, მაინც ჩვენი საკანონმდებლო საფუძვლიდან გამომდინარე მოქმედი მასწავლებლები გავიდნენ, აი ახლა კი უკვე პროცენტულად გადანაწილდა მასწავლებლობის მსურველები უფრო მეტი შემოდიან და ძალიან გვიხარია, რომ ამ მიმართულებით მასწავლებლის გამოცდაზე წლიდან წლამდე მატულობს რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს უნდათ მასწავლებლად მუშაობა და ამ პროფესიაში შემოსვლა. აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და მე მგონი, რომ ძირითადი მიზეზიც კი ამ აპლიკანტების რაოდენობის ზრდისა. რაც შეეხება გამოცდების დაწყებას, ისინი მათთვის საგამოცდო პროცესი დაიწყება 8 ივლისიდან. კი ბატონო, ძალიან კარგი სიახლეა, რომ ახალგაზრდებს უნდათ მასწავლებლობა და ეს ნამდვილად დასაფასებელი პროფესია. მე ყველას წარმატებებს ვუსურვებ, წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ბუნებრივია დაველოდებით შედეგებს, რასაც ეროვნული გამოცდების ცენტრი გამოაცხადებს.